მოგესალმებით, როგორ ხართ? საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემით. და თემა მდგომარეობს შემდეგში. ახლა ამ მომენტში, როდესაც უყურებთ ამ საჯარო გაშლას, რა გაკარგინებს სასიცოცხლო ენერგიას, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესეთი ტიპის საჯარო გაშლები, იმიტომ რომ ჩვენ შესაძლებელია ვერც კი ვხვდებოდეთ, თქვათ ისე, ვაძლევდეთ ენერგიას იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იღებენ და არაფერს არ აბრუნებენ სანაცვლოდ. შესაძლებელია ეს იყოს შფოთვა, რომელიც არც თუ ისე დიდ მიზეზს ატარებს შფოთვისა და უფრო მეტ ენერგიას გასცემთ, თქვათ, ვიდრე ეს ამადღირს. შესაძლებელია ეს არის გარკვეული ნეგატივი, რომელიც გარკვეულწილად თქვენზე უარყოფითად მოქმედებს და შემოსულია თქვენს ცნობიერში, თქვენს ენერგიაში, როგორც რაღაც გარკვეული დამანგრეველი პროგრამა და იმას მიაქვს თქვენგან ესეთი სასიცოცხლო ენერგია და ჩვენ ახლა ამას ვნახავთ, ხო? ახლა ამ მომენტში, როდესაც უყურებთ ამ საჯარო გაშლას, რას მიაქვს თქვენგან? თქვენი სასიცოცხლო წვენი, თქვენი სასიცოცხლო ენერგია, ხო? ვარიანტი პირველი, რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა? ვარიანტი მეორე, რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა? და ვარიანტი მესამე, რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა? ძალიან კარგი, სამი ვარიანტი გვაქვს და გამოვიყენოთ ნატურალური ქვები? არა, ნატურალური ქვები არა, ჩვეულებრივი ქვები. მაგრამ ძალიან ლამაზი ფორმების. ეს იქნება პირველი ვარიანტი. ეს იქნება მეორე ვარიანტი. ესეთი ქვები იქნება მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი უფრო ცოტა განსხვავებულია. მესამე ვარიანტი გვექნება აი ესეთი. ხვა ჩემო ძვირფასებო, ახლა კარგად დახუჭეთ თვალები. თუ კი გრძნობთ ენერგიის ნაკლებობა, შესაძლებელია არც გრძნობდეთ, ეს ნიშნავს, რომ საჯარო გაშლა ამ მომენტში თქვენი არ არის, თქვენ არ გეკუთვნით, ამიტომ შეგიძლიათ, არ არის აუცილებელი ვთქვათ ყველა საჯარო გაშლას მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ თუ კი გრძნობთ, რომ სადღაც არის ერთგვარი გადინება თქვენი სასიცოცხლო ენერგიის, ხო? შეგიძლიათ შეამოწმოთ, დახუჭეთ თვალები, დასვით კითხვა, სად მიდის ჩემი სასიცოცხლო ენერგია ახლა, ხო? ანუ გულისხმობთ რა გპარავთ სასიცოცხლო ენერგიას ახლა, ან ვინ გპარავთ სასიცოცხლო ენერგიას ახლა. როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად მომენტალურად დაგიძახებთ. ძალიან კარგი. ვიწყებთ ვარიანტი პირველით, ვინც ვერ აირჩია დააპაუზეთ და ისე შეგიძლიათ ნახოთ, 10-იანების პენტაკლები, ვის და რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა. მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად ფინანსური ენერგია. რაც ეხება კონკრეტულად შესაძლებელია მუდმივად საჭიროებაში მყოფ ოჯახის წევრებს, რომლებიც მუდამ თქვენგან საჭიროებენ გარკვეულ დახმარებას, გარკვეულ ჩართულობას და შესაძლებელია უფრო მეტი პრეტენზია არის, ვთქვათ, ვიდრე სწორად და ადეკვატურად დანახვა თქვენი ჩართულობისა, თუნდაც ოჯახის საქმეებში, ფინანსურ საქმეებში. ოჯახური პრობლემები შესაძლოა ეს არის რემონტი, გარკვეული ცვლილებები. ეს არის შესაძლებელია ყველას არ ეხება, ხო, ხა ძალიან ესეთ ადამიანურ ელემენტარულ რაღაცებს ჩამოთვლი, შესაძლებელი იყოს ქირა, რომელსაც თქვენი ხდით მხოლოდ. ვთქვათ, შეიძლება იყოს ბანკის ვალი, რომელსაც თქვენი ხდით მხოლოდ, ხო, მაგრამ რეალურად თითქოს შეიძლება ნაკლებად იყოს ჩართულობა, ყველას არ ეხება, მაგრამ ნაკლებად იყოს ჩართულობა სხვა ოჯახის წევრებისგან. მოდით ნახოთ კონკრეტულად რა ნაწილში, ხო? იმიტომ რომ, ფინანსები გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთი არკანით მინდა შევხედო. პირველი ვარიანტი. რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა? ხო, აი 9-იანების პენტაკლები და 10-იანების პენტაკლები. ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ იმაზე მეტ ყურადღება შესაძლებელია აქცევდეთ გარეგან მატერიალურ, ვთქვათ, საკითხებს, მატერიალურ ასპექტებს,
იმაზე მეც ხარჯავდეთ თქვათ იმაში რაც ნაკლებად არ არის ისეთი ყურადღება მისაქცევი თქვენი მხრიდან კი არა ზოგადად ხვდებით ხომ? ან შესაძლოა ეს არის არასწორად განაწილებული ფინანსური ენერგია, ხო? თითქოს ერთი შეხედვით შეიძლება აკეთებდეთ რასაც ვეძახით ეკონომიას, მაგრამ გაკეთებული ეკონომიით პირიქით მერე აღმოჩნდება რომ სამაგი სამუშაოს გაწევა გიწევთ ხომ? მაგრამ ნუ მთლიანობაში მე მაინც ვფიქრობ რომ ეს არის სახკარი კარგი დამოფინანსები კომფორტი ამ ნაწილში ხო? ძალიან დიდი ენერგია მიაქვს თქვენი სასიცოცხლო იმავე კომფორტს რომელშიც ხართ და ალბათ აქ ყველაზე სწორი იქნება საკუთარ თავს კითხვა დაუსვათ მიღირს კი ამ ეგრეთ წოდებულ კომფორტში ყოფნა თუ კი შიგნით სულიერად არ ვარ კომფორტულად და სულიერად არ ვგრძნობ თავს კარგად იმიტომ რომ აქ მაჩვენებს რომ სასიცოცხლო ენერგია თქვენი ზუსტად აი ამ საკითხებს და ამ თემებს მიაქვს თქვენგან ხო რაც არის კომფორტი, სახკარი, კარმიდამო შესაძლოა ქირა, ბანკის ვალი, აი ესეთი რაღაცები ხვდებით ხო? ანუ მე იმას არ ვამბობ რომ არ უნდა იყოს ჩართულობა თქვენი მხრიდან, თუ ეს რაღაც ისეთ ოჯახურ მომენტს ეხება, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ საკუთარ ვალდებულებებში, ეს იქნება ჩემი რჩევა თქვენს მიმართ. იმისთვის რომ სიცოცხლით ტკბობა არ დაგავიწყდეთ, ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. თქვენი სასიცოცხლო ენერგია რას ან ვის მიაქვს ახლა ვარიანტი მეორე. შინაგანი ეჭვები, არ ხართ დარწმუნებული, არ ხართ რაღაცა გარკვეულ შესაძლოა საფრთხეებს განიცდიდეთ, ნერვიულობდეთ. რამდენად ფუნდამენტალურია ხო, რამდენად სერიოზულია ეს თქვენი შიშები, ეს თქვენი არასტაბილურობის შეგრძნება, ხო, როდესაც შესაძლოა ფეხქვეშ ვერ გრძნობდეთ მიწას, იმიტომ რომ ვერ პოულობთ ბალანსს, ხო? რას ეხება ეს საკითხი, რას მიაქვს თქვენი სასიცოცხლო ენერგია? და მოვიდა კონკრეტული იმპერატორი. ეს შეიძლება იყოს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ არ გრძნობთ თავს სტაბილურად, არ გრძნობთ თავს სტაბილურად, გულისხმობ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში შესაძლებელია იყოს მეუღლე, მამა, სამსახურში უფროსი, ანუ ადამიანი, რომელიც თითქოს გაცლით აი ამ სტაბილურობის და სადღაც უსაფრთხოების შეგრძნებას, ხო? მომენტი, როდესაც არ გრძნობთ შინაგანად თავს უსაფრთხოდ. ეს შეიძლება იყოს შფოთვა, შეიძლება იყოს კიდევ ვიცით როგორი ფიქრები, ანუ თქვენ აძლევთ ენერგიას კონკრეტულ იმპერატორს, მაგრამ იმპერატორი ამ დროს ძალიანაც ენერგიულად სავსე დაკმაყოფილებული ზის იქ სადაც არის, მაგრამ თქვენი ფიქრებით, თქვენი შფოთვებით, თქვენი ეჭვებით, თქვენი ვთქვათ ენერგიებით თქვენ კარგავთ ამ ენერგიას მიხვდით ხომ? იმიტომ რომ შფოთავთ, შიგნიდან მოდის ძალიან ბევრი შფოთვა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, ან შესაძლებელი იყოს ფიქრები აი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რამდენად სწორად ვიქცევ, რამდენად არასწორად იქცევთ. მოდით ნახოთ როგორ უნდა შეწყვიტოთ აი ეს შფოთვა, გამიჩნდა სურვილი რომ ეს კითხვა ამოვიღო, როგორ შეწყვიტოთ ენერგიის მიცემა. რვიანების თასები ამოვიდა. იცით რა არის? მესმის რომ თქვენ შეიძლება ამ კონკრეტულ ადამიანში, სივრცეში, გარემოში ძალიან ბევრი ენერგია ჩადეთ, გასაგებია, ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი რესურსი ჩადეთ, ხო? მაგრამ ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროთ ის, რომ რაღაცები ცხოვრებაში მთავრდება. ხო? რაღაცები ცხოვრებაში წერტილი ესმევა და თქვენ უნდა განაგრძოთ პროგრესი, თქვენ უნდა განაგრძოთ მოძრაობა წინ. ხო, აქ თითქოს გიჭერთ წერტილის დასმა, თითქოს მაინც სადღაც რაღაცას ებღაუჭებით, თითქოს მაინც საიდანაც რაღაცას ფიქრობთ, ხომ? რაღაცა გინდათ რომ თითქოს ბალანსი იპოვოთ, რომ იქნებდა ვთქვათ, მიიღოთ თქვენთვის სასიკეთო შედეგი კონკრეტული იმპერატორისგან, ანუ კონკრეტული სტრუქტურისგან, კონკრეტული მამაკაცისგან, რომელთანაც მიმართებაში ტარო გეუბნებათ, რომ დაასრულეთ უბრალოდ ენერგიის და დროის ხარჯვა და თუნდაც მაგალითად
ეს ეხება საჯარო გაშლებს, სადაც 1,700,000 საჯარო გაშლას ნახულობთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს, ვენატრები, ვესისმრები, ვენებს იჭრის, ესეც ენერგიის მიცემაა, მინდა გითხრათ, ხო, ანუ თქვენ კონკრეტულ ადამიანს იფიქრებთ, თქვათ კონკრეტულ საჯარო გაშლებში, გასაგებია შეიძლება 1000-ში ერთხელ ადამიანმა დაიკმაყოფილო ინტერესი, არა, თქვენი არჩევანია, რას იზამთ, როგორ იზამთ, ხო, მაგრამ ინფორმაციულადაც ამას უღრებთ ერთმანეთში, იქ სადღაც კონკრეტული ვარდისფერი ტაროლოგისგან შეიძლება ეს განაიმსნიშნოს, ის ცუდია, ან ის არის კარგი, ხო, არა, გამოვიდეთ, ხო, ამ დუალიზმიდან, არა, ცუდზე და კარგზე არ არის საუბარი, ხო? უბრალოდ არის ვიღაცა, ვისაც აი ესეთი პირდაპირ მიდგომა აქვს, არის კონკრეტული, ვთქვათ, ინფორმაციის გამტარი, რომელიც ვარდისფერ სათვალეს გიკეთებთ, იმიტომ რომ შექსვათ საკუთარ საჯარო გაშლებზე მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ ხოლმე კარგი რაღაცების მოსმენა და ძალიან ეგოს იფხანენ ხოლმე, როდესაც ისმენენ, რომ აი, всё, ჩემზე გიждდება, უყვარვარ და ის ამ დროს სადღაც საერთოდ სხვასთან არის და არც კი ახსოვხართ, ხო? ამიტომ პირდაპირ გეუბნებათ საჯარო გაშლა, მეორე ვარიანტს, რომ წამოდით, დაასრულეთ, დაამთავრეთ, ხო? შეიძლება წამოსულიც ხართ, მაგრამ ფიქრები, ემოციები, ენერგიები მაინც მიგდით ამ ყველაფერთან მიმართებაში, მიგავთ თქვენივე ხელით და აჭმევთ იმ სტრუქტურას, სივრცეს, ადამიანს, მამაკაცს, იმიტომ რომ იმპერატორი ამოვიდა ხო, რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ, რომელიც თავის თავში აბსოლუტურად სტაბილურია, თავის თავში აბსოლუტურად გამართულია, აბსოლუტურად დარწმუნებულია, ეს თქვენი ჭამთ საკუთარ თავს ეჭვებით, ფიქრებით და საჯარო გაშლებით, რას ფიქრობს, ვენატრები თუ არა, ვესისმრები თუ არა და ვენებს იჭრის თუ არა. გამიგეთ, ხო, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ესეც არის, ხო, ამიტომ ენერგია ზუსტად ეს გართმევთ. ან შესაძლებელია დაასრულეთ ურთიერთობა და გიჭერთ რაღაცნაირად ახლა აწყობა, ხო, ალაგება. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს ენერგოინფორმაციულად. აი ეს არის ჩემი რჩევა. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, მოდით ახლა თქვენზე ვნახოთ, თქვენთან რა ხდება. ვინც აერჩია მესამე ვარიანტი, თქვენ რა გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას ახლა, ხო? მაგ პირდაპირ ამოვიდა ენერგეტიკული ქუდი, რომელიც იპარავს თქვენს ნაშრომს, ნამონაგარს, რომელიც იპარავს თქვენგან ინფორმაციას, რომელიც იპარავს თქვენგან რას იპარავს, მოდი კონკრეტულად ვნახოთ, უფრო მეტად ჩავშალოთ. აქ ამოვიდა კონკრეტული ენერგოინფორმაციული ქურდი. ქურდი ამოვიდა მესამე ვარიანტი თქვენთან. რას პარავთ ეს ქურდი? მოდით ვნახოთ. ეს ქურდი სამსახურში ყავთ. ეს ქურდი ან კოლეგა არის, ან ადამიანი, რომელიც ესე იგი ცდილობს, რომ კარგად დააკვირდეს თქვენს მუშაობას, დააკვირდეს თქვენ როგორი ხართ, როგორ მოქმედებთ, როგორ მოძრაობთ, როგორ საუბრობთ. ეს ადამიანი შესაძლებელია თქვენთან მოდიოდეს რჩევების საკითხად, როგორანაირად თქვენ ამ ადამიანს გულწრფელად ეხმარებოდეთ, მაგრამ ამ დროს ადამიანს ინფორმაცია მიქონდეს. კიდე რას რითი გქურდავთ ეს ადამიანი? კიდევ რითი გქურდავთ ეს ადამიანი? ფორტუნა და თქვენი წარმატება მიაქვს ამ ადამიანს. თქვენი წარმატება მიაქვს ამ ადამიანს. თქვენი წარმატება ძალიან უნდა რომ დაგემგვანოთ. ძალიან უნდა რომ თქვენნაირი იყოს. ძალიან უნდა რომ თქვენს დონეზე მოვიდეს ესეც ინფორმაცია. და აუცილებლად მოვა ეს ადამიანი თქვენს დონემდე და აუცილებლად დაგიდგებათ გვერდით და აქეთ შეიძლება ჩაგაჩოჩოთ კიდევაც თუ არ შეწყვიტავთ თქვათ ზედმეტი ინფორმაციის ან ზედმეტი რაღაც ენერგიების მიცემას ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანი ყველა მხრიდან გივლით, რომ ოღონდ რაიმე პატარა ნაგლეჯი თქვენი ნამცხრიდან აიღოს და შეჭამოს და შესანსლოს და მოკლედ ჩაძურეს თქვენს ტყავში. ჩაძურეს თქვენს ტყავში. ხო, ძალიან უნდა რომ დაგემგვანოთ. ძალიან უნდა როგორ უნდა შეწყვიტოთ ენერგიის მიცემა?
ამ ადამიანს ძალიან კარგად უმუშავებს ემოციური მანიპულაცია, თავის შეცოდება. სხვათა შორის ეს შესაძლებელია არ იყოს კოლეგა და იყოს ძალიან კარგი ესეთი, კარგი რა, ახლობელი, მეგობარი თქვენი, მეგობრად წოდებული ადამიანი ხო, რომელსაც სულ მუდმივად პრობლემები აქვს, სულ მუდმივად არ არის კმაყოფილი, არ არის ბედნიერი. ძალიან კარგად დააკვირდეთ თქვენს ირგვლივ ურთიერთობაში, ვისთან ურთიერთობის მერე გრძნობთ ხოლმე თავს ძალიან გადაღლილად, დაცარიელებულად. უცებ გაიხედებით და რასაც ადამიანი გეწოწუნათ, თქვენ გექმნებათ იქ პრობლემები, მას პრობლემები უგვარდება. გეწოწუნათ ჯანმრთელობაზე, თქვენი გრძენით თავი არა ჯანმრთელად, არა ჯანსაღად, არა კარგად და ის გამოჯანმრთელდა მეორე დღეს, მესამე დღეს, ხო? ნახეთ ადამიანი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ავლენს ამას ცუდი მხრიდან, ხო? ანუ ადამიანი ყველანაირად შეიძლება მადლიერიც იყოს, საჩუქრებსაც გჩუგნიდეთ სიტყვაზე, ხო? ყველანაირად გაჩვენებდეთ, როგორი მადლიერია თქვენი, მაგრამ განმეორდები, საჩუქარი და მადლიერება არაფერი არ არის იმისა, რაც ამ ადამიანს თქვენგან მიაქვს. ვინც პირველი თავში აზრად მოგივიდათ, გილოცავ ზუსტად ეგ არის. გამიგეთ, ხო? ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე თქვენ დაგემშვიდობებით. იმედია საჯარო გაშლა დაგეხმარათ. თუ დაგეხმარათ, ველოდები თქვენს კომენტარებს, ლაიქი, კომენტარი და თქვენი აქტიურობა, სიმბიოზი ჩემი და თქვენი ურთიერთობისა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ YouTube არხი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტად საინტერესო და შემეცნებითი გახდეს თქვენთვის. ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваცია. დიდი მადლობა, შეხვედრამდე.